Am სცენაზე სულ ცოტა ხანში მეგა შოუ ერთი ერთის მესამე სეზონის მეოთხე ლაივი დაიწყება. მანამდე კი კულისებში შევიხედოთ. ელო უკვე მესამე სეზონის მეოთხე ლაივია და სამი სეზონის განმავლობაში ჩართული ხართ ამ საქმეში და მაინტერესებს რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. რა სირთულეებთან და პირველ რიგში ყველაზე რთულია სხვა ადამიანებთან გარდასახვა, დახატვა, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს გვევალება უფრო დახატვა ვიდრე მიკვრები. ხო და სირთულე პრინციპში ესეა, თორე სხვა სირთულე არ არის. გუშინდელი ლაივ შოუ პირველმა პროექტის ყველაზე პატარა მონაწილემ ლიზა ყენიამ გახსნა, რომელმაც ალიშა ქისის როლი მოირგო. ვფიქრობ, რომ არ გამიჭირდა პირიქით ძალიან სიამოვნებით შევიდოქი ამ სიმღერაზე მუშაობას. რაც შეეხება სცენაზე ჩემს გამოსვლას, ოდნავ ძალიან შემიშალა ნერვიულობა ხელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი იყო. შემდეგ შოუ დანარჩენმა მონაწილეებმა გააგრძელეს. გოგამეს ხმა მერვინ გეი განესახიერა. ლუკა კვალიაშვილი პინკი. ხოლო ზურა ჯავახია ბოი ჯორჯეთ გარდაისახა. მეცად რომ ჩამესვა თვალების მოძრაობა, პირის მოძრაობა, ხელების და ფეხების და ყველაფერი. და ძალიან მაგრად მინდოდა რომ გამოსულიყო. ოღონდ ეს ეხლა ბოლო წუთებში იყო. და ძალიან მიხარია რომ რაღაცა ისე გამოვიდა როგორც მე მინდოდა და არა მარტო მე, კიდე ერთმა ადამიანმა სთხოვა ძალიან მაგრად. გიორგი სუხიტაშვილმა ჯონ ლეჯენდის როლი მოიგო. გუშინდელ საღამოზე თემოსაჯაია ჯოდასელი, ნინი ციკლაური კი მიკ ჰაკნალი გახდათ. დეკემბრის ლაივ შოუ განსაკუთრებით დატვირთული იყო დეკორაციით, რის შეცვლასაც შემოქმედებითი ჯგუფი წუთებსა და წამებში ახერხებდა. შოუს მერვე მონაწილემ სალომე ბაკურაძემ რეპერი მისი ელიოტი განასახიერა, რამაც დარბაზში დიდი ოვაციები გამოიწვია. ჟიურის სამ უცვლელ წევრთან ერთად კი მოწვეული მეოთხე ჟიურის წევრი გოგა ბარბაქაძე გახდათ. ჩვენი ბავშვობა სულ რთული ბავშვობა იყო და მაშინ ვაკეთებდით ვიღაცებს დავცინოდეთ ხოლმე და ამ დონემდე რთული ვიდოდა ეს ნამდვილად არ მეგონა. ხო და შეფასება თავისთავად რთულია, იმიტომ რომ უმეტესი აქ ჩემი კოლეგაა და რაღაც ცოტა მერიდება, მაგრამ რა ვქნა, რახან ეს მისია დამაკისეს, უნდა შევაფასო, მაგრამ იმედი არ ეწყნებათ, იმიტომ რომ ვინც უკეთესი იყვნენ უკეთესი და დავწერე უკეთეს კულებს. როგორც წინა ლაივ შოუზე, ასევე გუშინდელი საღამოს გამარჯვებული კვლავ სალომე ბაკურაძე გახდა. მან 4-ვე ჟიურისგან 12 ქულა დაიმსახურა. მთლიანობაში კი 225 ქულა აქვს, რითიც ჯერჯერობით ლიდერობს. თუმცა მაყურებელს წინ კიდევ 6 ლაივ შოუ ელოდება. შემდეგ 4 შაბათს ზუსტად 22 საათზე თქვენ GDS-ის პირდაპირ ეთერში მეგა შოუ ერთი ერთის მეხუთე ლაივ შოუს იხილავთ.